ვინ იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის იმპერიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა? ის არც ხმლით იბრძოდა და არც იარაღით. მისი იარაღი გონება და სიტყვა იყო. ღარიბი აზნაურის შვილი, რომელიც მეფის ნაცვლის საბჭომდე ავიდა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს შეეხო, ყველაფერი დათმო. რატომ გადაასახლეს 70 წლის მოხუცი და როგორ უკავშირდება მისი სახელი აკაკი წერეთლის უკვდავ ლექსს? მოდით ერთად გადავფურცლოთ დიმიტრი ყიფიანის ტრაგიკული და დიდებული ცხოვრების ფურცლები. ყველაფერი ლეგენდით იწყება, რომელიც დიმიტრი ყიფიანის გვარში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამბობენ, რომ ძველ დროში სვანეთის მკაცრ მთებში, სოფელ წვირმში ცხოვრობდა ერთი მორკინალი მეომარი, სახელად გიორგი გოგიაძე. მას 1000 რჩეული მეომარი ჰყავდა. როცა ბაგრატ მეფეს ოსმალებმა შემოუტიეს და იმერეთს საფრთხე დაემუქრა, მეფემ შიკრიკი აფრინა სვანეთში გიორგისთან. გოგიაძემ არ დააყოვნა თავისი რაზმით ცხენისწყლის ნაპირზე სოფელ მურში დაბანაკდა და მეფეს შეუთვალა. აქ გელოდებიო. განცვიფრებულ მეფეს, რომელსაც ეგონა ვასალი მას ეახლებოდა, შიკრიკმა მოწიწებით უთხრა: ის სტუმარია მეფეო, თქვენ კი მასპინძელი წესი მოითხოვს, იქეთ ეახლოთო. როცა ბაგრატი მურში მივიდა და გოგიაძე ფანჩატურიდან გამოეგება, მეფემ ღიმილით მიაძახა: ჰო, ჩემო გიორგი, რა ყიფიანი, ამაყირა მყოფილხარო. მას შემდეგ ყიფიანი გვარად ექცა გოგიაძეს. მისი შთამომავლები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოედვნენ. საუკუნეების შემდეგ ამ ამაყი გვარის ერთ-ერთი შთამომავალი, ქოჩო ყიფიანი, ქართლში სოფელ მერეთში დასახლდა. ქოჩო ღარიბი, მაგრამ მშვიდობიანი აზნაური იყო, რომელიც თავად აბაშიძეების შევიწროებას გაექცა და ფურცელაძეების ქალზე, ბარბალეზე იქორწინა. სწორედ მათ ოჯახში 1814 წლის 14 აპრილს დაიბადა პატარა დიმიტრი. ბედი მალევე მკაცრად მოექცა მომავალ მოღვაწეს. მამა ადრე გარდაეცვალა. 7 წლისას კი დედაც მიხვა იმ ქვეყნად. პატარა დიმიტრი უფროსმა ძმამ ქაიხოსრომ შეიფარა, რომელიც სურამში საბაჟოს ნაწილში მსახურობდა. ქაიხოსრო ძმას მამობასაც უწევდა და დედობასაც, მაგრამ სამსახურის გამო ბავშვისთვის იშვიათად ეცალა. დიმიტრი ნიჭიერი ბავშვი იყო, დედის კალთაშივე ჰქონდა ნასწავლი, ვეფხისტყაოსანი და საღმრთო წერილი. მაგრამ ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ბედი, რომ არა ერთი შემთხვევითობა. ერთხელ ქაიხოსროს ოჯახში რუსი მოხელე გვარად ფეოდოროვი დაბინავდა. მან შეამჩნია პატარა ბიჭის გონიერება და რამდენიმე დღეში რუსული ამბანი ასწავლა. ბავშვის ნიჭით განცვიფრებულმა სტუმარმა ქაიხოსროს უთხრა: ეს ბავშვი უეჭველად სასწავლებელში უნდა მიაბარო, დიდი კაცი დადგებაო. მიუხედავად სიღარიბისა, ქაიხოსრომ ძმა ცხენზე შეისვა და თბილისისკენ გაემართა სიტყვებით: ჩემო სინათლე დიმიტრი, ვინძლო კაცი გამოხვიდე და გული გაუხარო შენს ქაიხოსროსა. თბილისში ჩასული დიმიტრი ჯერ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი კეთილშობილთა სასწავლებელში მოხვდა. ეს იყო დრო, როცა პედაგოგიკა ანიდან ბანამდე უაზრო გაზეპირებასა და ხელის გულზე სახაზავის ცემას ეფუძნებოდა. თავის მემუარებში დიმიტრი იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც კარგად აღწერს მაშინდელ გარემოს. სასწავლებელში ვიღაცამ ზარი უდროოდ დარეკა. ზედამხედველებმა ახალბედა დიმიტრის დააბრალეს. მე არ დამირეკია, პასუხობდა დაბნეული ბავშვი, მაგრამ ცილის მწამებელმა ამხანაგებმა ხელი მისკენ გაიშვირეს. ო, შენ უარზედაც ხარ, აბა ერთი სახაზავი, იყვირა უფროსმა და გააფთრებით დაუშინა პატარას ხელის გულზე სახაზავი. რის გულისთვის, ეკითხებოდა თავის თავს ატირებული ბავშვი. მიუხედავად ასეთი მკაცრი და უსამართლო სისტემისა, დიმიტრიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო. 16 წლისა უკვე გიმნაზიის მასწავლებელად დაინიშნა. ის არამხოლოდ სკოლის პროგრამას სწავლობდა, არამედ დამოუკიდებლად ეუფლებოდა ევროპულ ლიტერატურას, თარგმნიდა შექსპირსა და მოლიერს, ადგენდა გრამატიკას. იგი იყო ახალი ტიპის ქართველი, ღარიბი აზნაური შვილი, რომელიც გზას მხოლოდ საკუთარი ჭკუითა და შრომით იკაფავდა.
1830-იანი წლების დასაწყისი საქართველოს ისტორიაში მშფოთვარე პერიოდი იყო. რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიული მმართველობა ავიწროებდა ძველ ქართულ ფეოდალურ წესწყობილებას. ქართველ თავად აზნაურობაში გაჩნდა პროტესტი, რომელიც მალე შეთქმულებაში გადაიზარდა. ახალგაზრდა რომანტიკული იდეებით ანთებული დიმიტრი ყიფიანიც ამ მორევში აღმოჩნდა. შეთქმულების სულის ჩამდგმელები იყვნენ რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილები, ოქროპირი და დიმიტრი. ისინი პეტერბურგში ქართველ სტუდენტებს თავისუფლების იდეებს შთააგონებდნენ. თბილისში ჩამოსულმა ოქროპირ ბატონიშვილმა შეთქმულთა წრე შეკრა, რომელშიც გაერთიანდნენ სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და სხვები. მათი მიზანი იყო რუსეთის მმართველობის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დიმიტრი ყიფიანი ამ მოძრაობის ინტელექტუალურ ფრთას ეკუთვნოდა. მას და მის მეგობრებს სოლომონ დოდაშვილს, ავთანდილოვს ჟეროდათ, რომ ბრძოლა გონებითა და კალმით უფრო შედეგიანი იქნებოდა ვიდრე ხმლით. თუმცა შეთქმულთა რადიკალური ნაწილი ელიზბარ ერისთავის მეთაურობით სისხლიან აჯანყებას გეგმავდა. მათი გეგმა ასეთი იყო: უნდა გაემართათ მეჯლისი, მოეწვიათ რუსი მოხელეები და ერთ ღამეს ყველა ამოეწყვიტათ. როცა ეს სისხლიანი გეგმა იესე ფალავანდიშვილის სახლში გამართულ კრებაზე გამჟღავნდა, დიმიტრი ყიფიანი და ავთანდილოვი შეშფოთდნენ. ამ ბედკრულ საღამომდე მე და ავთანდილოვს კიდევ გჯეროდა, რომ ჩვენს კრებებს უნდა მისცემოდა სალიტერატურო ხასიათი, წერდა მოგვიანებით ყიფიანი. 1832 წლის 9 დეკემბერს იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულები გასცა. დაიწყო დაჭერები. 18 წლის დიმიტრი ყიფიანიც დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ მას სისხლისღვრა არ სურდა, სასჯელი მაინც მძიმე აღმოჩნდა. ვოლოგრადში გადასახლება. ეს იყო მისი პირველი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი და ტრაგედია. გადასახლება დიმიტრი ყიფიანისთვის სასოწარკვეთის კი არა, გამოწრთობის პერიოდი აღმოჩნდა. ვოლოგრადში მან გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა და თავისი ნიჭითა და შრომის მოყვარეობით მალევე დაწინაურდა. როცა საქართველოში დაბრუნდა, ის უკვე აღარ იყო მეამბოხე ჭაბუკი. ის დაბრუნდა როგორც ჩამოყალიბებული მოაზროვნე, რომელმაც აირჩია ახალი სტრატეგია. ემსახურა საქართველოსთვის არსებული სისტემის შიგნით. დიმიტრიმ საოცარი კარიერა გაიკეთა. უბრალო მასწავლებლიდან და კანცელარიის მოხელიდან ის ავიდა მეფის ნაცვლის საბჭოს წევრობამდე. მსახურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და ყველგან დატოვა კვალი როგორც პატიოსანმა და გონიერმა მოღვაწემ. 1864 წელს კი უბრალო აზნაურიშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. მისი პოლიტიკური კრედო ასე ჟღერდა: ერთგულება რუსეთის ტახტისადმი და სიყვარული სამშობლოსადმი. დიმიტრიმ შეიმუშავა რთული, მაგრამ იმ დროისთვის საჭირო ტაქტიკა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა რუსეთის იმპერატორისთვის, რომ კარგი ქართველობა არ ნიშნავს რუსეთის მტრობას. ის იბრძოდა ქართული ენის, კულტურისა და ეკლესიის დასაცავად, მაგრამ არა იარაღით, არამედ კანონითა და არგუმენტებით. ის ამბობდა: მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით და ქართველი ვარ გვარტომით და მოძმეთა ენით. მას სჯეროდა, რომ საქართველოს გადარჩენა ევროპულ განათლებასა და კულტურაში იყო, რისი შემოტანაც რუსეთის გზით ესახებოდა. მაგრამ დიმიტრი ყიფიანი არ ყოფილა ბრმადმორჩილი ჩინოვნიკი. როცა საქმე ეხებოდა ეროვნულ ღირსებას, ის შეუვალი ხდებოდა. 1860 წელს პეტერბურგიდან გრიგოლ ორბელიანს წერდა, რომ არანაირი თანამდებობა არ უღირდა სამშობლოს დავიწყებად. თუ უსირცხვილოდ დაბრუნება გამიჭირდა, ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ადვილად ჩემს ქვეყანას ვერ მოვსცილდები. წლები გადიოდა. 1880-იანი წლებისთვის რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო აგრესიული რუსიფიკაცია. დიმიტრი ყიფიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა ჰარმონია ეპოვა რუსულ მმართველობასა და ქართულ ინტერესებს შორის, მიხვდა, რომ კომპრომისის დრო წავიდა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა 1886 წელს. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ ფაქტმა რუსი ეგზარქოსი პავლე იმდენად განარისხა, რომ მან სიონის ტაძარში ქადაგებისას მთელი ქართველი ერი დაწყეულა.
ეს იყო ის საზღვარი, რომელსაც 70 წელს გადაცილებული დიმიტრი ყიფიანი ვერ შეეგუებოდა. მან როგორც ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლმა მისწერა ეგზარქოს წერილი, რომელშიც მოითხოვდა, რომ პავლეს ან ბოდიში მოეხადა შეურაცხყოფილი ერისთვის, ან დაეტოვებინა საქართველო. ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ერი, რომლის სულიერ მწყემსადაც იწოდებით. თუ ეს მართალია, თქვენი ადგილი აქ არ არის. დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო მისი გზავნილი. პასუხმა არ დააყოვნა. ერთგული მოხელე, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურა იმპერიას, მეფის ბრძანებით გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. ეს იყო მისი მეორე და უკანასკნელი გადასახლება. სტავროპოლში მოხუცი დიმიტრი ყიფიანი მარტო აღმოჩნდა მტრულ გარემოში და 1887 წელს იქ დატრიალდა ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. დიმიტრი ყიფიანი ვერაგულად მოკლეს. ის თავში ჩარტყმით იქნა მოკლული. მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. დაკრძალვა გრანდიოზულ ეროვნულ მანიფესტაციად იქცა. გზად, სადაც კი პროცესიამ გაიარა, ხალხი მუხლმოყრილი ეგებებოდა თავის გმირს. აკაკი წერეთელმა მას ლექსი მიუძღვნა და ასე საბოლოოდ დააგვირგვინა მისი სახელი. ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო. ეს სიტყვები დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილ ლექსში გაჟღერდა. ასე დასრულდა ცხოვრება კაცისა, რომელიც დაიბადა ღარიბაზნაურად, გაიზარდა ობლობაში, გადაიტანა შეთქმულება და გადასახლება, ავიდა დიდების მწვერვალზე და ბოლოს ჭაღარით შემოსილი შეეწირა იმ იდეას, რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა, საქართველოს ღირსებას. სტავროპოლში ვერაგულად მოკლული დიმიტრი ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ არა როგორც დამარცხებული დევნილი, არამედ როგორც გამარჯვებული გმირი. მისმა ცხედარმა მთელი საქართველო გააერთიანა. თაწმინდაზე წარმოთქმული აკაკის სიტყვები ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო გახდა არა მხოლოდ გამოსათხოვარი, არამედ ფიცი, რომ დიმიტრის მიერ დაწყებული ბრძოლა არასდროს დასრულდებოდა. მან დაგვიტოვა მთავარი გაკვეთილი. არ არსებობს იმაზე დიდი თანამდებობა და იმაზე დიდი ტიტული, ვიდრე საკუთარი ერის ღირსების დაცვა. დიმიტრი ყიფიანი დღესაც ცოცხალია, სანამ არსებობს ის საქართველო, რომელსაც მან თავი შესწირა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი დიმიტრი ყიფიანის შესახებ. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.